ვაფასებ. იმიტომ რომ მზათა ხართ რომ აი ესე ღიად ჩაერთოთ აი ბრძოლაში, რასაც საპარლამენტო ბრძოლა არ აქვს მარტო, ეს არის ქვეყნის გადარჩენისათვის ბრძოლა. დამიჯერეთ რომ აი თქვენს გარეშე, აი თქვენი მეზობლების, თქვენი ახლობლების, თქვენი აი უამრავი ხალხის უყურეთ, აი ეშინიათ, შიში აქვთ უკვე დათესილი. მაგრამ არა უშავს, ესენი საარჩევნო ყურთან დაგვიდგებიან გვერდში, მეჭვი არ მეპარებათ, რომ ესენი ამათ ხმას არ მისცემენ. გაჭირვების უკიდურეს ზურამდე მიიყვანა ხალხი, არა აქ არც წამლის ფული, საჭმლის ფული, გადასახადის ფული, დენი და გაზი რო გადაიხადო, რომელიც აი უზარმაზარი ტარიფებით არის. ძალიან მაღალი ტარიფებით. კიდიან თურქეთში 3 თეთრად, ჩვენ გვასყიდებენ 16 თეთრად. მაქსიმალურად ვცდილობენ რომ ამოგწოვონ მაქსიმალური ბოლო კაპიკი, ბოლო თეთრი მიიყვანონ. უბედურების ზღვარზე, გაჭირვების ზღვარზე და მერე დაბეჭავებული ხალხის მართვა საკმაოდ იოლია. თითოეულ პიროვნება თუ 50 ხმარ მიიტან, ეგენი წასულებენ, უბრალოდ წერაქვის მუჩად, თუ მაგათ ხელფას ხეგებ. მე გაძლევთ პირობას. მესამე, თქვენ მე რატომღაც მე გეცევ გლეხი კაცი ვარ, მაგრამ რო საუბრობთ არჩევნები, რომელიც დაინიშნა 1 ოქტომბერში, მაგ ჩვენ ხელისუფლებას არჩევნები უკვე ჩატარებული აქვს. დაიჯერ. აი ჩატარებულია, ვერ დაგიჯერებ. გვერდში დამიდექი რა, რატო არ მიდგებით? გენაცვალო ჩემით. გვერდში დამიდექით და ყველა დამიდექით, ვისაც ჩვენი როგორ გააყალბეთ. ყველაზე ვერ გიდგებიან და არ დაგიდგებიან. იქ რაც იზამენ შემოხაზვის დროს. იქ შემოხაზვის დროს რაც 4 წლის უკან გააკეთე, ზუსტად იმას გააკეთებენ ეხლაც. აქ გეუბნებით აღარ იქნება. კარდაკარის პრინციპში შეგიშალევინ მე მხელი დღეს გუშინდელი ტარებაში თუ დაძახებაში ვისმე სადმე ჯუგანში ხელი შეშლა სათქონდა ვიცხარი გელა არ ვიცი ხალხი არის ამის ეჭვის ქვეშ რა ხელი შეშლა არა რატო ერთი რა გითხრა არა გივლავი მე არ არის ხელი შეშლა ნუინერული ამა თავის აზრი უნდა გამოხატონ მე გეუბნები რომ პირდაპირ დემოკრატიულ არჩევნებს მე გეუბნები მე გაძლევთ პირობას რა აი თქვენი ასე რომ არ ჩატარდეს გაძლევთ პირობას ერთი ხმა გაბედონ და გააყალბონ წავაციხეში ყველა რა ეს არ იქნება ის არჩევნები რომ როგორც უნდათ ისე იტლაკუნოს რასაც უნდათ უაკეთოთ მე გაძლევთ პირობას რომ არ იქნება ოღონდ ყველა დამიდექით გვერდში რა და კიდე გიმეორებთ რა მე იცოდეთ რომ დემოკრატიული არჩევნები აი აი ეგნები აი ეგ გამიხარდება აი გამდვილი არ და მოდი ერთი როგორი ჩავატაროთ იცი რომ არ დაუწყოთ ხალხს ერთმანეთის გინება, ერთი სამაგალითო ჩავატაროთ. როცა გეკრება თავისუფალი დრო, ერთი წავა გეთ? ერთი წავა. უწავაგო? აშლაპა როგორ არ ვეთქვი? კი ბატონო, ერთი წავა. თუ გინდა მოიყვანე 3-4 კაცი და ჩვენ დავსხდეთ და ჩვენ ვისაუბრეთ. კი ბატონო, სათავარ ნებისმიერ დრო. მაგრამ რასაკის გეგნება? თავიდან ბოლო. რაზე მითხარი? აი ხალხის საკეთილდღეოდ რა შეგვიძლია თქვენ გააკეთოთ და როგორ ჩავატაროთ? მე გავაკეთო? თუ არჩევნები როგორ ჩავატაროთ? არჩევნების ჩატარებაზე და სულ ყველაფერზე ზოგადად საუბარი გქონდეს ერთმანეთში რომ აი ამაზე გვპირდები რომ დემოკრატიული არჩევნები აი სოფელში ნუ მეც ეგ მინდა მეტი არაფერი აგერ ხო იქნება ხალხი კომისიები წევრები დაესწრებიან და მაგას ითხოვს თორე მე არ ვიცი მე ხო არ გეუბნები რომ გინდა თუ არა გააყალბებ თუ იქნება მცდელობა დაისჯება ყველა კანონი არავის არ ჭირდება თავარი ძალიან კარგი გაყოფილი ვარ ნამდვილად ვარ რა ვიცი იყო ცოტა ასთა სხვადასხვაობა მაგრამ მე ყოველთვის იქნება და უნდა იყოს საჭიროც არის